რელიგია და მეცნიერება ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე გავლენიანი ძალა, რომელთა ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. ეს ურთიერთობა არ არის მხოლოდ ომი ან კონფლიქტი, ის ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია. აქ არის ძირითადი ასპექტები, თუ როგორ შეიძლება შევხედოთ მათ ურთიერთმიმართებას. იენ ბარბულის მიხედვით, ფილოსოფოსები და თეოლოგები ხშირად გამოყოფენ ურთიერთობის 4 ფორმას. კონფლიქტი ეს არის ყველაზე ცნობილი, მაგრამ ხშირად გამარტივებული ხედვა. ამ მოდელის მიხედვით მეცნიერება და რელიგია მტრები არიან. მაგალითი, ბიბლიური კრეაციონიზმი, სამყაროს შექმნა 6 დღეში, ვის ევოლუციის თეორია, ან გალილეოს გასამართლება ეკლესიის მიერ. დამოუკიდებლობა. ამ ხედვის მიხედვით ისინი სრულიად სხვადასხვა სფეროს განეკუთვნებიან და ერთმანეთს არ კვეთენ. მეცნიერება სვამს კითხვას როგორ მუშაობს სამყარო, ფაქტები, მექანიზმები. რელიგია სვამს კითხვას რატომ, რა არის სიცოცხლის აზრი, მორალი, ღირებულებები. სტივენ ჯეი გულდი ამას უწოდებდა არაგადაფარვად მაგისტერიუმებს. თუ ისინი ერთმანეთის საქმეში არ ჩაერევიან, კონფლიქტი არ იქნება. დიალოგი. მხარეები აღიარებენ, რომ არის საკითხები, სადაც მათი ინტერესები იკვეთება, მაგალითად, კოსმოლოგია, ეთიკა. მაგალითი, დიდი აფეთქების თეორია, რომელიც კათოლიკე მღვდელმა ჟორჟ ლემეტრმა ამოაყენა. ბევრმა მორწმუნემ აღიქვა როგორც ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის მომენტი, let there be light, ხოლო მეცნიერებამ ის ფიზიკურ მოვლენად ახსნა. ინტეგრაცია. მცდელობა, რომ მეცნიერული აღმოჩენები და რელიგიური რწმენა ერთიან სისტემაში მოექცეს, მაგალითად ბუნების თეოლოგია, როდესაც ბუნების სირთულეში ღმერთის ხელს ხედავენ. ისტორიული კონტექსტი. ხშირად გვავიწყდება, რომ თანამედროვე მეცნიერების ფუძემდებლები ღრმად მორწმუნე ადამიანები იყვნენ. ისააკ ნიუტონი ფიზიკაზე მეც თეოლოგიაზე წერდა. იოჰანეს კეპლერი პლანეტების მოძრაობას სფეროთა მუსიკად და ღვთიურ წესრიგად აღიქვავდა. ისლამური ოქროს ხანა შუა საუკუნეებში მუსლიმი მეცნიერები, ალგებრა, ოპტიკა, მედიცინა, რელიგიური მოტივაციით იკვლევდნენ სამყაროს. თანამედროვე საკითხები. დღეს დებატები ძირითადად შემდეგ სფეროებში მიმდინარეობს. ბიოეთიკა, კლონირება, გენური ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი. მეცნიერება შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ რელიგია და ფილოსოფია სვამს კითხვას, უნდა გავაკეთოთ თუ არა ეს. ნეიროთეოლოგია. მეცნიერები იკვლევენ ტვინს ლოცვის ან მედიტაციის დროს. ზოგი ამას რელიგიური გამოცდილების ბიოლოგიურ ახსნად თვლის, სხვები კი იმ მექანიზმს, რითაც ადამიანი ღმერთს უკავშირდება. დასკვნა. დღეს ბევრი მეცნიერი ათეისტია, მაგრამ ბევრიცა მორწმუნე, მაგალითად ფრენსის კოლინსი, ადამიანის გენომის პროექტის ხელმძღვანელი. საბოლოო ჯამში მეცნიერება გვაძლევს ცოდნას ძალაზე, ატომური ენერგია, ხოლო რელიგია გვთავაზობს სიბრძნეს ამ ძალის გამოყენებაზე, არ მაქციოთ ის იარაღად. პრობლემა ჩნდება იმ დროს, როცა რელიგია ცდილობს იყოს ფიზიკის სახელმძღვანელო, ან მეცნიერება ცდილობს განსაზღვროს მორალი.